აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ აფხაზეთის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელითა და მედლით გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ნაპოლეონ ქარქაშაძე დააჯილდოვა. ნაპოლეონ ქარქაშაძე 1975-1990-იან წლებში საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის რექტორი გახლდათ. იგი იყო სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი და საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზატორად მიიჩნევა. ჯემალ გამახარიამ მეცნიერის ღვაწლზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ნაპოლეონ ქარქაშაძეს მრავალწლიანი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის. მან ასევე გაიხსენა ის პერიოდი, როდესაც მისი რექტორობის დროს თავად მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. დაჯილდოებულს მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს მის მიერ გაწეული ღვაწლისთვის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, საერთაშორისო კავშირების განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზან გალობლიშვილმა და უმაღლესი საბჭოს აპარატის წარმომადგენლებმა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ჯილდო, საპატიო სიგელი და მედალი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნაპოლეონ ქარქაშაძის ქალიშვილს ქეთევან ქარქაშაძეს გადასცა. ნაპოლეონ ქარქაშაძეს არის მთელი ეპოქა აფხაზეთის ისტორიაში, განსაკუთრებით უმაღლესი განათლების სფეროში. ის არამხოლოდ დიდი ორგანიზატორი იყო, საერთოდ მისი რექტორობის პერიოდი სოხუმის სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში, მას საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი ერქვა, ეს არის შეიძლება ითქვას ოქროს ხანა აი ამ ინსტიტუტის ისტორიაში, ინსტიტუტისა, რომელიც მაშინ მთელს მსოფლიოში იყო ცნობილი და საერთოდ აფხაზეთში არც ერთი ქართული საქმე ბატონი ნაპოლეონის აქტიური მონაწილეობის გარეშე არ წყდებოდა. მამამ გაატარა აფხაზეთში 16 წელი. და ეს მართლა განსაკუთრებული წლები იყო მისთვის, აი არაჩვეულებრივი, ბედნიერესი, წარმატებული და რაც უბრალოდ ადამიანური ურთიერთობებიდან გამომდინარეც იყო საოცარი და განსაკუთრებული წლები. ამიტომ აი ეს ჯილდო მისთვის არის მართლა ძალიან ძვირფასი და დასაფასებელი. ჩემთვისაც ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს მე ამ ჯილდო და გადავცემ ამას.